მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დასაწყისშივე სურს გითხრათ, რომ როგორც ჩემი ქრისტეს მიერი ნათესავის და მეგობრის, დავით გიორგობიანის ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამის არ იყოს, მომენად რა თქვენთან შეხვედრა. მშვიდობა თქვენ და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მართალი უნდა გითხრათ, ძალიან მომენად რა ქართველ მაყურებელთან შეხვედრა, ცოტა სხვა ამპლუაში უკვე, არა კინოში და თეატრში, არამედ უფლის სადიდებელ ამპლუაში. დიახ, გულწრფელად მომენად რა და გულწრფელადვე ვამბობ ამას ხაზგასმით. და იცით რატომ? მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია საპასუხისმგებლოც მსგავსი შინაარსის გადაცემების მომზადება, ხოლო შემდგომ ტელეეთერში მათი გაშვება, თქვენ სამჟავროზე გამოტანა და ამის შემდეგ კი მაყურებლის რეაქციის ლოდინი, მაშინ როდესაც ასეთი შრომა სწორედ ტელემაყურებლის დადებითი რეაქციის ნაყოფს გამოისხამს, უკვე აღარც სირთულე იწვევს პრობლემებს, აღარც დაღლა იგრძნობა და აღარც დახარჯული მატერიალური და ადამიანური რესურსები გაღელვებს ადამიანს. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველა იმ მოყვანს, ვინც მაჩერებდა ქუჩაში, სუპერმარკეტში და მიხდიდა მადლობას ჩემი გადაცემების, განსაკუთრებით კი მესამე გადაცემის, ანგელოს და უხილავი სამყაროს ნახვის შემდეგ. ის თბილი და სიკეთით ახსავს ეს სიტყვები კი რითაც მეხმიანებიან სრულიად უცხონი, მთელ ცხოვრებად გიღირს ადამიანს, მაგრამ ამასთან ერთად სრულიად განსხვავებულ, მძლავრ სამუშაო ენთუზიაზმს წარმოშობენ და კიდევ უფრო გვაახლოვებენ ყველას ერთად სამყაროს შემოქმედთან. სანამ გადაცემის თემას უშუალოდ შევეხებოდეთ, ნება მომეცით გარკვეული ანალიტიკური გადახვევა გავაკეთო და პასუხი გავცე იმ ნებსით თუ უნებლიეთ წარმოქმნილ კითხვებს, რა კითხვებით შესაძლებელია წარმოიშვას მამანთა მხრიდან ამ გადაცემათა ციკლის ყურებისას. პირველ რიგში ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩვენი მოღვაწეობა მხოლოდ გადაცემების ფორმატში არ დარჩება და სიტყვას კეთილი საქმე აუცილებლად მოხვება. რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ერთი სახელი ერქმებოდა უსაქმო საუბარი. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სათნო და ინფორმაციულიც არ უნდა იყოს ტელეეთერით გაკეთებული ნებისმიერი გადაცემა. დიახ, კეთილი საქმის გარეშე ყველაფერი მკვდარია და ამაშია სიყვარულის არსიც, რასაც უფალი ითხოვს ამჟამად ჩვენგან, როგორც წმინდა მამა გაბრიელმა დაგვიტოვა ანდერძად. ღმერთი არის სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღვთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულში ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. მე ბევრჯერ ვიმეორებდი წინა გადაცემებში და ეხლაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უფალს შეუძლია წამებში მოგსფოს და გაგვაქროს, ისევე როგორც შეგვქმნა, მაგრამ არ აკეთებს ამას. ძალიან გთხოვთ, საფუძვლიანად დაუკვირდეთ და შევიმოცნოთ, თუ რატომ გვპატიოს მამაზეციერი ურჩობას, რატომ გვაძლევს დაუსრულებლად შანსს და დროს, დიახ, დროს, რომელიც, როგორც ისევ მამა გაბრიელისგან ვიცით, უფლის ყველაზე დიდი წყალობაა ამ ქვეყნად. რადგანაც დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს და შეიძლება წარწყვნდეს. ზოგიერთ მაყურებელს, მას, ვინც მოკლებულია მარადიულობის განცდას და არ ესმის, რომ ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია და ესაა შემოქმედის აუწონავი საჩუქარი მისი ქმნილებისადმი, ამ გადაცემათა ციკლის ნახვისას უჩნდება წამყვანის თქვენი მონამორჩილის მიმართ განცდა, რომ მე ნარცისიზმი მომოძრავებს და ერთხელ ასეთი ეპითეტიცაც კი შემამკეს Facebook-ში. ეგ პიროვნება აშკარად ფეისპალმიაო. ანუ მხოლოდ საკუთარი პიროვნების დემონსტრირება ყოფილა ჩემი გადაცემების მიზანი მათი აზრით. მე ვეკითხები მათ, კი მაგრამ რატომ? რა დაინახეთ ამ გადაცემებში ამპარტავნული, არაარგუმენტირებული, უსიყვარულოდ გადმოცემული? მაშინ რა პასუხს აძლევთ იმ საკმაოდ მრავალრიცხოვან ნაწილს საზოგადოებისა, რომლებიც დანახვისთანავე მოდიან და ისეთი მადლიერების გზნობით მეხმიანებიან, რომ ხშირად ცრემლებსაც ვერ ვიკავებ საფასუხოდ. მე საწყალი მე ვინ ვაგდივარ, რომ ასეთ ყურადღებას და მადლობას ვიმსახურებ, კრიტიკოსების გასაგონად ვიტყვი მხოლოდ, რომ ადამიანები უფლის სიყვარულს მოკლებულნი, როდესაც ესმით მისი დიდება, მაცხოვრის, ჩვენი შემოქმედის და განამჩენელის უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავენ და ყველა ქრისტეს მადიდებელში ქრისტეს ხატებას ხედავენ და ასრულებენ მართლმადიდებლობის პირველივე მცნებას,
შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ჩვენ კი ვცდილობთ შევავსოს ის დეფიციტი ნამდვილი ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცოდნისა, რაც ასრერიგად აკლია თანამედროვე მსოფლიოს და წმინდა დავით მეფის მსგავსად მოგიწოდოთ ქრისტეს მოყვარულთ. ეჰა, მეომარლო ქრისტესანო, თუ ღვთის ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცდო ეშმაკის ურიცხ მიმდევართა არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა კიდევაც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შემოსავალი, რომლითაც შემოსულ ვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე ერიშის მოსატანად, მტკიცეგულით დაუნდობლად შეუტიოთ. დავით აღმაშენებელისეული განუყოფელი ქართული მონარქიისა და კავკასიური ერთიანობის 100 წლეულობით ნატარების საქმე ამ მეფესთან ერთად ჩაბარდა წარსულს. დღევანდელ ვითარებაში ჩახრიგლი ხეობა ჩვენივე უფლის სიყვარულში შეზავებული სიმართლეა, რომელსაც თუ გავექცევით და არ ვიტყვით ხმამაღლა, არ ვასწავლით ერთმანეთს და მართალი საქმით არ აღვასრულებთ, კი არ დავიხოცებით უბრალოდ, არამედ სამუდამოდ დავიღუპებით და ეშმაკთა მარადიული ლუქმა გავხდებით. ამ სტრიქონებს 8 თებერვალს დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვწერ. მაშასე მოდით შევუდგეთ უშუალო საქმეს და ჩვენი პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის საპატრიარქოს უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე წამოთქმული ფრაზები მოვიშველიოთ. საკითხი ურთიერთობისა, ცოდნისა, მეცნიერებისა და სარწმუნოების ეს არის უძველესი საკითხი. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ პირველ-მეორე საუკუნეებში ეს იყო აქტუალური საკითხი და ამაზე მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ დიდი მეცნიერები და განსაკუთრებით ასეთი ცნობილი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრია იყო ცენტრი მეცნიერებისა. იქ მოღვაწეობდნენ უდიდესი ფილოსოფოსები. ცნობილი იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის სკოლა. კლიმენტი ალექსანდრიელი წერს თავის ისტორიულ შრომას სტრომატებს. ანუ თუ თარგმნით ამ სიტყვას ხალიჩა, სადაც ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა ურთიერთკავშირშია ცოდნა და რწმენა. და კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და ზედ დაშენებულია ცოდნა. და აკეთებს საოცარ დასკვნას, რომ მორწმუნე ადამიანი არის მონახტისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა. აი ამ კიბეზე აღყავს
კლიმენტი ალექსანდრიელს ადამიანი. ესე იგი, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უფალი კეთილი თვალით უყურებს ჭეშმარიტ მეცნიერს, რომელიც უანგაროდ ემსახურება სამყაროს და ბუნების კანონების შესწავლას. მაგრამ თუ ასეთი მეცნიერი უფლის როგორც შემოქმედის რწმენასაც დაიტევს საკუთარ არსებაში, მაშინ იგი უკვე ღმერთის მეგობარია. შესანიშნავი სიტყვებია, ვერაფერს დავამატებთ, მაგრამ შეგვიძლია ისევე, როგორც წინა გადაცემებში, ჭეშმარიტ მეცნიერთა ნააზროვნით მოვიშველიოთ და მკაცრი მეცნიერული არგუმენტაციის ბაზაზე დავასაბუთოთ მეცნიერებისა და რწმენის სინთეზის სიკეთე, უფლის მიერ შექმნილი ორბუნებოვანი ქმნილებების, ადამიანების გადარჩენის მიზნით. როდესაც ჩავიფიქრე ამ გადაცემების ხორჩესხმა 4 წლით ადრე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მოვიძიებდი ისეთი სახის სალექციო მასალას, როგორცაც წარმოადგენს სამყაროზე ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული გრანდის და უდიდესი მეცნიერის და მოაზროვნის მაქს პლანკის ნააზრევი. ისეთივე სათაურით, რა სათაურიც ქვია ჩვენს გადაცემას, რელიგია და მეცნიერება. ეს მოხსენება წაკითხული იქნა 1937 წლის მაისის თვეში მაშინდელი დერცკის, ახლა კი ტარტუს უნივერსიტეტში. წინა გადაცემებში თითქმის მთლიანად ჩვენი დასკვნები და პოსტულატები ეყრდნობოდა წმინდა გაბრიელ ბერის დანატოვარ სახარებისეულ სიბზნეს. ხოლო შეგადაშექი ვიშველიებდით ამ სახარებისეული სიბზნის მორალის გამამყარებელ ისეთ კორიფე მეცნიერთა ნააზრევსაც, როგორებიც იყვნენ აინშტაინი, ნიუტონი, ჰაიზენბერგი, ბორი, პაული, თვით პლანკი და ასე შემდეგ, მაგრამ მაქს პლანკის აღნიშნული ლექციის პათოსმა და შინაარსმა იმდენად მოულოდნელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ მისი ნააზრევი და დასკვნები. და ეს ნააზრევი და დასკვნები შეშურდება ზოგიერთ ეხლანდელ მოაზროვნე მუდელთ მსახურთაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მეცნიერებზე. იმდენად ღვთისადმი უსაზღრო სიყვარულითა და მოწიწებითაა გამსჭვალული. ჩემეული სტილით თავარ არგუმენტს, რა თქმა უნდა, გადაცემის ბოლოში მოვიყვან. მაგრამ აქვე დავძენ, თუ რაოდენ საამაყო უნდა იყოს ჭეშმარიტ მეცნიერთათვის ის ფაქტი, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის ფუძემდებელი, ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი და უმცირესი ქმედების კვანტის მცნების შემომღები ადამიანი არანაკლები სიყვარულით და სრული შეგნებით აღიარებს და ადიდებს სამყაროს შემოქმედს, ვიდრე თუნდაც მრავალი წმინდა მამა. სწორედ ამიტომაც დღევანდელი გადაცემის არსი სრულიად გამსჭვალული იქნება მისი 1937 წლის ლექციის პათოსით. მაშასე მოусმინოთ ბატონ მაქს პლანკს, რომლის ნააზრევსაც გთავაზობთ ცოტათი შემოკლებული სახით ქართულ ენაზე. იმ მოსაზრებათა განხილვისათვის, თუ რა სახის კანონებს გთავაზობს მეცნიერება და რა ჭეშმარიტებები ითვლება მასში უნაკლოდ, ჩვენ გავამარტივებთ ამოცანას და ამის მიუხედავად სრულიად მივახცევთ დასახულ მიზანს თუ განვიხილავთ და დავარქმნობით მხოლოდ ფიზიკას, ყველაზე ზუსტ მოძღვრებას საბუნებისმეტყველო მეცნიერულ დარგებს შორის. მხოლოდ ფიზიკას ძალუს პირველ რიგში დაუპირისპიროს საკუთარ წიაღში მიღებული კვლევების შედეგები რელიგიურ პოსტულატებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავსვათ აუცილებელი კითხვა, უახლოესი პერიოდის კვლევების გათვალისწინებით რა შედეგებამდე მივიდა შემეცნების პროცესში ფიზიკის დარგი და რელიგიური რწმენის რა სახის შეზღუდვები შეიძლება წარმოიქმნას ამ პროცესში. თუ შევძამებთ შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური თეორია ითხოვს მიღებას და დაშვებას ჩვენგან დამოუკიდებელი რეალური სამყაროს არსებობისა, რომლის აღქმაც სამწუხაროდ ჩვენ არ ძალგვით უშუალოდ, არამედ შეგვიძლია აღვიქვათ მხოლოდ ჩვენი გზნობის ორგანოების და მათ მიერ გასაშუალოებელი დაკვირვებების შედეგად. ასეთი დაშვების განვითარების პროცესში ჩვენ იძულებულნი ხვდებით შევცვალოთ საკუთარი წარმოდგენა სამყაროს აღქმისა და მისი არსის შესახებ. დაკვირვების სუბიექტი, დამკვირვებელი მე აღარ იქნება აზროვნების ცენტრი და დაიკავებს მისთვის შესაფერის საკმაოდ მოგზაურებულ ადგილს სამყაროში. მართლაც რამდენად პატარებად და შესაძლებად უძლურებად უნდა ვიგზნოთ თავი ჩვენ ადამიანებმა, თუ გავიხსენებთ, რომ დედამიწა, რომელზედაც ცხოვრობთ, წარმოადგენს უმცირეს მტრის ნაწილაკს კოსმოსის ჭეშმარიტად უსასრულო სივრცეში. ანუ თითქმის არარაობას. მეორეს მხრივ კი რამდენადაც უცნაურად აღიქმება აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ჩვენ ასეთ მცირე არსებებს, ასეთ შეუზღუდავად მცირე პლანეტაზე ძალგვით
შევიმეცნოთ თუნდაც არა მთლიანად არსი, არამედ რეალობა და გარშემოცემულობა იმ ელემენტარული შემადგენელი ჭყალებში აგურებისა, რისგანაც წარმოქმნილია არსებული სამყარო. მაგრამ ამით სასწაულები არ თავდება. ფიზიკური კვლევების უტყუარი შედეგი გახლავთ ის, რომ ეს ელემენტარული ჭყალებში აგურები არ წარმოჩინდებიან როგორც ერთმანეთისგან ქაოსურად განცალკევებულნი, ურთიერთდამოუკიდებელი ჯგუფები. არამედ პირიქით, ისინი წარმოჩნდებიან როგორც ერთიან გეგმაში ჩასმულნი და მოქცეულნი. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ბუნებისა და სამყაროს ყველა მოვლენაში დომინირებენ უნივერსალური, გარკვეული კუთხით კი ჩვენთვის შეცნობადი კანონზომიერებები. ამ მიზნით მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს, ენერგიის შენახვის კანონს. სამყაროში არსებობს განსხვავებული სახის ენერგიები, მექანიკური მოძრაობის, გრავიტაციული, სითბური, ელექტრული, მაგნიტური. მთლიანად ერთად აღებული ეს ენერგიები კი წარმოქმნიან სამყაროს ენერგეტიკულ რესურსს, რომლის სიდიდეც განუზომელია. ბუნებაში არსებულ მოვლენას ან პროცესს არ ძალუძს არც მისი გაზრდა, არც მისი შემცირება. ყველა არსებულ ცვალებადებებს რეალურად ძალუძს მხოლოდ ამ ენერგიის სახეობების ურთიერთგარდაქმნების მოხდენა. მაგალითად, მოძრაობის ენერგიის დანაკარგებისას ხახუნის დროს წარმოიქმნება მისი ეკვივალენტური სიდიდის სითბური ენერგია. ენერგიის შენახვის კანონი ვრცელდება ფიზიკის ყველა ნაწილში, როგორც კლასიკურ ფიზიკაში, ასევე კვანტურ ფიზიკაშიც. ატომარულ დონეზე მიმდინარე პროცესებში კი ამ პრინციპის უარყოფას მრავალი სხვადასხვა მცდელობების მიუხედავად, რის დროსაც ცდილობდნენ მიეწერათ ამ კანონისთვის მხოლოდ სტატისტიკური და არა უნივერსალური ხასიათი, ყოველი ცნობილი შემთხვევების ზუსტმა შემოწმებამ დაასტვასწორა გავცი მცდელობების უაზრობა. ასე რომ, არ არსებობს არავითარი მიზეზი ამ პრინციპის აღიარების უარყოფისთვის ბუნების სხვა აბსოლუტური ზუსტი კანონით. ამასთან ერთად, აქვე დავზენთ, რომ ენერგიის შენახვის კანონი წარმოადგენს არა ერთადერთ, არამედ მრავალთაგან ერთ-ერთს სამყაროში. არსებობს სხვა, უფრო მეტად უნივერსალური კანონი, რომლის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა ცალსახა პასუხს ყოველ გააზრებულ კითხვაზე ბუნებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ კანონს, ისევე როგორც ენერგიის შენახვის კანონს, არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა თანამედროვე ფიზიკაშიც. ყველაზე დიდი სასწაული ამ კანონისა კი გახლავთ ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონის ადეკვატური ფორმულირება ყველა მიუკერძოებელ ადამიანში იწვევს შთაბეჭდილებას, თითქოს და ბუნებას მართავს გონიერი გარკვეული მიზნის მიღწევისთვის დასახული ნება. როგორც ცნობილია, სინათლის სხივი გარკვეული კუთხით რაიმე ზედაპირზე, მაგალითად გამჭვირვალე სხეულზე წყალზე დაცემისას გადაიხრება თავისი მიმართულებიდან, შედის რა ამ სხეულში. ამ გადახრის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ სინათლე ვრცელდება წყალში უფრო ნელა ვიდრე ჰაერში. მსგავს გადახრას ან გარდატეხვას ადგილი აქვს აგრეთვე ატმოსფეროშიც. რამე თუ უფრო დაბალ და მკვრივ ატმოსფეროს შრეებში სინათლე ვრცელდება უფრო ნელა ვიდრე ატმოსფეროს უფრო მაღალ, ნაკლებად მკვრივ შრეებში. როდესაც ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივი ხვდება დამკვირვებლის თვალში, მისი ტრაექტორია გარდა ვარსკვლავის ზენიტში ყოფნის შემთხვევისა წარმოდგენილი იქნება გარკვეული სახის რთული ტეხილის ფორმით, რაც გამოწვეულია იმ ატმოსფეროს სხვადასხვა შრეებში არსებული სხვადასხვა გარდატეხის მაჩვენებლის სიდიდით, რომელსაც გაივლის თავის გზაზე ეს სხივი. ეს გამრუდება მთლიანად აღიწერება შემდეგი კანონის მიხედვით. იმ ყველა ტრაექტორიიდან, რომელთაც მივყავართ ვარსკვლავიდან დამკვირვებლის თვალში, სინათლის სხივი ყოველთვის ირჩევს იმას, რომლის გავლასაც ატმოსფეროს სხვადასხვა სიმკვრივის შრეების გავლისას სიჩქარის გათვალისწინებით ანდომებს ყველაზე ნაკლებ დროს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, სინათლის სხივის წარმოქმნელი ფოტონები იქცევიან როგორც გონიერი არსებები. ყველა მათ განკარგულებაში არსებული ტრაექტორიიდან ისინი ირჩევენ ყოველთვის იმას, რომელსაც ყველაზე ჩქარა მივყავართ მიზნამდე. არ არის გასაკვირი, რომ ამ კანონის, რომელიც იწოდება უმცირესი ქმედების პრინციპად და რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ეწოდა სახელი ქმედების კვანტს, აღმოჩენამ ენით აღუწერელ აფრთხოვნებაში მოიყვანა მისი ავტორი ლაიბნიცი, ისევე როგორც მალე ლაიბნიცის მიმდევარი და მოსწავლე ოპერტუიც. ამ კვლევარებმა ჩათვალეს, რომ შეძლეს აღმოეჩინათ სამყაროში გამოტანებული და მისი შემქმნელი უზენაესი გონების არსებობის ხელშესახები გამოვლინება.
ამ მაგალითით მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ თეორიული ფიზიკის კუთხით ისტორიული კვლევების განვითარებამ თვალსაჩინოდ მიგვიყვანა ფიზიკური მიზეზ შედეგობრიობის ისეთ ფორმულირებამდე, რასაც აშკარად გამოხატული თეოლოგიური ხასიათი გააჩნია. მას შემდეგ, როცა ჩვენ გავეცანით იმ მოთხოვნებს, რის საშუალებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ავხსნათ მსოფლმხედველობითი ხასიათის ყველაზე მაღალი პრობლემები ერთი მხრივ, რელიგიური, ხოლო მეორე მხრივ კი საბუნებისმეტყველო, შევხედოთ, რამდენადაა ეს მოთხოვნები თანაზიარი. ნათელია, რომ ეს შემოწმება ეხება იმ სფეროებს, სადაც რელიგიური და მეცნიერული შეხედულებები თან ხვდება ერთმანეთს. ამასთან ერთად არსებობს ფართო სფეროები, სადაც ისინი საერთოდ არ ეკუთვნებიან. კერძოდ, ბუნებისმეტყველებისთვის უცხოა ეთიკის ყველა სახის პრობლემა, ისევე როგორც რელიგიისთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირ უნივერსალურ კონსტატების სიდიდეებს, მაგრამ რელიგიას და მეცნიერებას სრულ თავხედრაშია იმ საკითხში, რომელიც ეხება სამყაროზე გაბატონებული უმაღლესი ძალის არსებობას და მის წარმოჩენას. ამ საკითხებზე პასუხები ორივე მიმართულებისთვის ურთიერთთახვედრაშია იმ კუთხით, რომ პირველ რიგში არსებობს გონისმიერი მსოფლიო წესრიგი, ადამიანისგან დამოუკიდებელი და მეორე რიგში ამ წესრიგის არსის უშუალო დაკვირვება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ შევიმეცნოთ ნაწილობრივ ან ვივარაუდოთ მისი რეალობა. ამ მიზნით რელიგია იყენებს განსაკუთრებული სახის სიმბოლიკას, ზუსტი მეცნიერებები კი საკუთარ გაზომვებს შეგრძნებებზე დაყრდნობილს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ჩვენ გავსავსოთ ორი ერთდროულად მოქმედი, მაგრამ მაინც იდუმალი ძალა, საბუნებისმეტყველო მართლ წესრიგი და რელიგიური ღმერთი. ან კიდევ საბუნებისმეტყველო მსოფლ წესრიგი და რელიგიური ღმერთი. შედეგად, ღვთაება, რომლისკენაც რელიგიური ადამიანი მიისწრაფის რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებით, თავისი არსით იგივეა, რაც იკვეთება ბუნების კანონებში არსებული და მასზე მოქმედ ძალაში, რომელზეც წარმოდგენას საბუნებისმეტყველო მკვლევარი იძენს საკუთარი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით. ბატონოგია გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, კვანტური თეორიის ფუძემდებელი მაქს პლანკი თავის ლექციებში და სრულებებში ატარებს შემდეგ ასს. საიდკენაც არ უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა, რაც არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი დაკვირვების ობიექტს, ჩვენ ვერსად ვერ ვაწყდებით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ კონსტატირებას უკეთებთ მათ აბსოლუტურ ჰარმონიას ძირითად პუნქტებში. განსაკუთრებით კი ბუნებისმეტყველების დარგში. როგორც რელიგია, ისე მეცნიერება საბოლოო ჯამში ეძიებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე. რელიგია ადიდებს უფალს დასაწყისშივე, მეცნიერება კი ყოველი აზრის ბოლოს. პირველი წარმოაჩენს ღმერთს როგორც საფუძველს, მეორე კი სამყაროზე ყოველი ფენომენოლოგიური წარმოდგენის დასასრულს. აი ეს საინტერესო აზრი, საინტერესო შეხედულება ცნობილი მეცნიერისა, მე თქვენში როგორ განწყობას იწვევს, ანუ თქვენ რა შეგიძლიათ თქვა აი ამის შესახებ. ეს თქვა ხო რა მაქსიმალურად ხო? ეს არის უდიდესი მოაზროვნე ეს პლანკი და ხო, მიგეტყვი რომ კი ძალიან კაი გამონათქვამი რა ბანალობაა რაღაცა რა. ცხადია რომ რა უდიდესი სიბზნე აქვს ჩადებული. შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ თქვენ თქვა თქვენთვისაც ეს მისაღები ციტატაა, შეიძლება ამას მაყურებლისთვის ეს ამას მნიშვნელობა გქონდეს. ეფექტია რა მაყურებლებს. არა, რას ვქი ჩემს მისაღებია, ჩემთვის მე სხვანაირი მოსაზრება მაქვს და სხვანაირად ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა მეთქი რომ გაურიო ერთმანეთში, ვერ გაიგე, იმიტომ რომ სხვა მომენტი არის, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს სფეროზე, რომელიც არის კომპეტენტური და სხვა მომენტია, მე საერთოდ თვლი რომ ადამიანმა, რომელიც ჩემნაირი ადამიანია, რომელიც არ არის რელიგიური სულიერების პროფესიონალი თუ რაღაცა, არ აქვს უფლება რომ ტელევიზიით ხალხს ღმერთზე ელაპარაკოს. მე ეკლესიაში დავდივარ და ჩემი ურთიერთობა მაქვს, ხო? კომპეტენტური მაქვს საკითხში? ბიჭო, ალბათ თვლიდა რომ იყო, ეხლა რა ვიცი, მე ხო ვერ გავცემ პლანკის მაგრად პასუხს. არა, ზოგადად რა სპონტანური კითხვებია ეს, რომელიც დაუსვას და მაგალითმა თვითონ კონფერენციაზე იყო ეს კითხვები. შეიძლება ხო, შეიძლება თვლიდა რომ იყო, ხა რა ვიცი. ბევრი მეცნიერი ხო გამონათქვამი. რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ ვთვლი რომ მე ვარ კომპეტენტური, იმიტომ დღეს სიტუაცია როგორ არის საქართველოში, ნებისმიერი გამოდის და ღმერთს ახსენებს ტელევიზიით რა. აქვს უფლება, არა აქვს უფლება, არ მინდა მე რომ მაგ კატეგორიაში გავიდე, რომ ხა ვიღაცას მე, რომელიც არანაირი კომპეტენცია არ გამაჩნია, მოძღვრავ. ეს მე ვთვლი რომ ჩემნაირმა ხალხმა უნდა ქონდეს ურთიერთობა თავისი იმ ამბავში რომ ეს არ აქვს უფლება რომ გამოვიდნენ და აფიშირება გაუგეთონ. აიგე? მაგრამ
ეს იდეა მე მესმის ესე რომ შენ გინდა მეცნიერის აზრი და შენ გინდა გამოკვეთო ის რომ რაც მე ვცადე რომ გამოკვეთო რომ კითხვები რომელზეც ჩვენ ვცდილობთ პასუხი გავცეთ იგივე არის რაც რელიგია ცდილობს პასუხი გასცეს ხო არა და ნებისმიერი ადამიანის ეს ამერიკ სამყაროს შესწირება ასე ერთიანობის პრინციპია ზუსტად იგივე სიმეორებ ხა შენ რაც მომწერია არ სხვანაირად წერია ეს კონკრეტული გამონათქვამია იგივეა რა მეცნიერება და რელიგია სხვა ხრიდან მიდის ერთი იგივე სასწრაფოსკენ მაგაზია ხო, კითხვა ფუნდამენტი არის ერთი და იგივე. მეცნიერება არის გაუსრულებელი პროცესი. ვერასოდეს ჩვენ ვერ შევიცნობთ სამყაროს და ბოლოს და სარწმუნოებრივადაც ესეა. სარწმუნოებრივად არ ვიცი ხა ზუსტად იგივე. არ მინდა დავეჯერო ის აზრი, რომ მეცნიერისთვის თურმე უტაქტობა ყოფილა თუნდაც ტელევიზიით შემოქმედის ხსენება. ამიტომაც მოდით აქ ამ მომენტში გავიხსენოთ ჩვენი ტელევიზიის ეთერით ხშირად გაშვებული გადაცემის სინათლე ყოველივე განცხადებულის ზოგიერთი საყურადღებო ფრაგმენტი იმის შესახებ, რომ წმინდა წერილი ბიბლია თითქმის 1000 წლით ადრე გვამცნობდა სამყაროში არსებული კანონებისა და კანონზომიერებების ზუსტი არსის შესახებ მეცნიერების მიერ მათ აღმოჩენამდე. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველი ძირითადი ფუნდამენტური მცნების და თეორიული დოგმის შესახებ მრავალი საუკუნის წინ გვაუწყებდა წმინდა წერილი ბიბლია. მოვიყვანთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს. ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო წარმოიქმნა უფორმო მატერიისგან? დაახლოებით 200 წლის წინ მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი სამყარო წარმოიქმნა უფორმო, ამორფული მატერიისგან. ამის შესახებ ბიბლიაში ქრისტეს დაბადებამდე ნათქვამია წიგნში სიბრძნე სოლომონისა. თავი მე-11, მუხლი 17. რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლის შემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისგან სამყარო შექმნა. სოლომონი გვეუბნება უსახურიო, ანუ სახის და შესაბამისად ფორმის არ მქონეო, რაც თავისთავად ნიშნავს ფორმის არ მქონე ამორფულ, უფორმო მასას. ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა არაფერზე არ დგას? ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს ჯერ გაეცინება იმ სპილოების თუ ვეშაპების გახსენებაზე, ვისაც ძველი წარმართები მიაწერდნენ დედამიწის დასაყრდენ ფუნქციას. შემდეგ კი გაუკვირდება მათ მაგივრად თუ რატომ არ მიაქციეს ყურადღება მაცხოვრიშობამდე 1900 წელს ცხოვრები წინასწარმეტყველი იობის ნათქვამს. წიგნი იობისა, თავი 26, მუხლი 7. განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაკიდა დედამიწა. აღსანიშნავია, რომ ეს ნათქვამია მაშინ, როცა არ არსებობდა არც ასტრონომია და არც დედამიწის გარშემო მოგზაურებებს ჰქონდათ ადგილი. ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია? ეს არ უთქვამთ პირველად მე-16 საუკუნის მეცნიერებს. წინასწარმეტყველი ესაიას განმარტების დროს ერთ-ერთმა პირველმა ეს თქვა იოანე ოქროპირმა. შეიცანი დედამიწის წრე, ხედავ რომ დედამიწა წრიულია? წრე გვიჩვენებს დედამიწის მრგვალ ფორმასაც. სასარგებლოა ვიცოდეთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვაცდინოს წარმატ ფილოსოფოსთა იგავებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა დისკის, მდელოს, თეფშის ან სხვა მსგავსი ფორმების მაგვარია. ამჟამად ფაქტია ეს, რომ ჩვენ კოსმოსური სივრცის გარემოცვაში ვიმყოფებით, მაგრამ წარმართები ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ეთერი ან მინუსებური სფეროები, რომლებზეც უძრავად იყვნენ დამაგრებულნი მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები. სამყაროს შესაქმნის შესახებ ბიოლოგიის დროს კოსმოსური სიღრმისეული სივრცის არსებობაზე ცალსახად მიუთითებდნენ წმინდა მამები. წმინდა ბასილი დიდი მე-4 საუკუნეში 6 დღის შესახებ საუბრებში ამბობს: დედამიწას ყოველი მხრიდან სიღრმისეული სივრცე გარს შემოერტყმის. სიტყვის გარს შემოერტყმის გამოყენება ასევე გულისხმობს დედამიწის სიმრგვალის აღიარებასაც. ამასვე ამბობდა იოანე ოქროპირიც, ასევე მე-4 საუკუნის მოღვაწე წმინდა კირილე, იერუსალიმის არქიეპისკოპოსი. ერთ-ერთ თავის დამოძღვრელ სიტყვაში ამბობს: დედამიწა, რომელზედაც ვცხოვრობთ, ცის კაბადონზე ჰკიდია როგორც წერტილი. შევთანხმდეთ, რომ ასეთი ზუსტი ასტრონომიული ხედვა მეცნიერებს მხოლოდ ტელესკოპის გამოგონების დროს 1000 წლის შემდეგ გაუჩნდათ. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მსგავსი მაგალითებიდან? დასკვნა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცალსახად ჟღერს. მეცნიერული პირველ საწყისის, ან რაც იგივეა რელიგიური ღმერთის პირველადობის აღიარების გარეშე ჩვენი აზროვნება და ცხოვრება აზრს მოკლებული უგუნურება და თვალთმაქცობაა. ახლა კი ვიდრე გადავალთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილზე, ისევ მაქს პლანკის აღიარებული ციტატა გავიმეოროთ. მაქს პლანკი, გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ქმედების კვანტის, პლანკის მუდმივის მცნების შემომდანი, კვანტური თეორიის ფუძემდებელი.
თავის მოხსენებებში, ლექციებში და თხზულებებში ატარებს შემდეგ აზრს. საიდკენაც არ უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა, რაც არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი დაკვირვების ობიექტს. ჩვენ ვერსად ვერ ვაწყდებით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ კონსტატირებას ვუკეთებთ მათ აბსოლუტურ ჰარმონიას ძირითად პუნქტებში, განსაკუთრებით კი ბუნების მეტყველების დარგში. როგორც რელიგია, ისე მეცნიერება საბოლოო ჯამში ეძიებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე. რელიგია ადიდებს უფალს დასაწყისშივე, მეცნიერება კი ყოველი აზრის ბოლოს. პირველი წარმოაჩენს ღმერთს როგორც საფუძველს, მეორე კი სამყაროზე ყოველი ფენომენოლოგიური წარმოდგენის დასასრულს. ზემოთ მოყვანილი პლანკისეული მაგალითის სინათლის, ანუ ელექტრომაგნიტური ველის გონისმიერი მართვადი ბუნების შესახებ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უფრო შორს მიმავალი დასკვნის გამოტანის საშუალებასაც გვაძლევს. თუ განვიხილავთ ბიბლიური შესაქმნის პირველივე თავის ინფორმაციას და შევადარებთ მას ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების არსის თანამედროვე წარმოდგენებს, მათ შორის სინათლის აღქმის აქამდე ამოუცნობ მექანიზმს ჩვენი გონების მიერ. აშკარად დავინახავთ ამ შემთხვევაში, რომ სინათლის, რომელიც დამოუკიდებლად შექმნა უფალმა პირველივე დღეს, მყარის და წყლების გაყოფამდე, განსაკუთრებული როლი აკისრია ხილული სამყაროს აღქმადობის კუთხით ადამიანის მხრიდან. მოდით ვიმსჯელოთ ურთიერთშეჯერებული რელიგიურ მეცნიერული ტერმინოლოგიით, რაც გაგვიადვილებს თვალსაჩინოების კუთხით ამოცანის გადაწყვეტას. ჩვენ ცხოვრობთ უფლის მიერ შექმნილი უსახური და უდაბური ქვეყანისგან დამოუკიდებლად შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის, ანუ სინათლის ოკეანეში, რომელიც ასევე უფლის ნებით ამ ქვეყანას ისე შეერია, რომ მისცა მას კეთილი სახე, ხილვადობა და არსი მიანიჭა უსახურ და უდაბურ განუმზადებელ მატერიას. შედეგად, ერთი უმცირესი ქმედების კანონი ამ აქტისა პლანკის, ლაიბნიცის და მოპერტუის მიერ გონისმიერად აღიარებული სახეზე გვაქვს. მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ ვხედავთ ჩვენ სამყაროს თვალების საშუალებით, საიდანაც შესული სინათლე აღწევს ჩვენი თვლის ნეირონებამდე და შედეგად ვიღებთ გარე სამყაროს სრულყოფილად აღქმის პროცესს, გარდა ამისა თუ განვიხილავთ ფოტოგრაფიის, ჰოლოგრაფიის და თუნდაც სატელევიზიო ეთერის წარმოქმნის მექანიზმებს, აშკარად ხდება, რომ სინათლეს უნდა გააჩნდეს აქამდე ცნობილი პარამეტრების, სიხშირის, ფაზის, ამპლიტუდის, პოლარიზაციის გარდა ეგრეთ წოდებული სულიერი ან გონისმიერი პარამეტრიც. რაც უნდა განაპირობებდეს სწორედ მატერიალური სამყაროს შესახებ ინფორმაციის გადატანის პროცესსაც. ასეთი პარამეტრი კი უფლის მიერ უნდა ჩადებულიყო სინათლეში შესაქმნის პირველივე დღეს. ეს დასკვნა მკაცრ კორელაციაშია პლანკის მიერ ზემოთ მოყვანილი დასკვნებთან მუდმივად მოძრავი ფოტონის გონისმიერობის შესახებ. ამიტომაც ვიჩენ ასეთ სიტამამეს ამ საკითხში. რომ არ გაგვერძელდეს მსჯელობა, მოდით უფრო შორს წავიდეთ და ვაღიაროთ, რომ სულიერი საწყისის პირველადობის და მუდმივი მოძრაობის აღიარების გარეშე, რამე თუ სულიერება ან გონიერება წარმოუდგენელია გაჩერდეს, ყოველგვარი მეცნიერული დასკვნები აზრს მოკლებული უგნურებაა. აი, რა შედეგის მომტანია მეცნიერებისა და ჯანსაღი მოაზროვნე არაფანატიკური რწმენის სინთეზი, რომლის მატარებელი და თავის თავში დამტევი ადამიანი, როგორც ზემოთ ითქვა, ღმერთის მეგობარია.